ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. შიმშილობის მე-15 დღეს მაღაროელი ტარიელ მიქაცეძე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიწეხეს, თუმცა მოშიმშილე მაღაროელი უარს აცხადებს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. ტარიელ მიქაცეძე გუშინდელის შემდეგ მშრალ შიმშილობაზეა. გაფიცულები ამ დრომდე ითხოვენ ციხიდან მათი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელთა პატიმრობაც მათივე შეფასებით უკანონოა. მეტ დღეა უკვე შიმშილობის სამა ჩვენთაგანმა მებრძოლმა პირი ამოიკერა უკვე. ერთადერთი მოთხოვნა პირველი რაც არის და უპირველესი რაც არის ჩვენი 4 თანამებრძოლის განთავისუფლება საპატიმროდან უკანონოდ დაკავებული ბიჭების. რაც შეეხება დანარჩენს მოთხოვნებში ასევე ჩვენი ქალაქის გადარჩენა, ღირსეული სამუშაო პირობები. დღეს აგერ ტარიელ მიქაცაძე შეუძლოთ არის ვეღარც კი ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ გამოუძახეს სასწრაფო და არ გაესინჯა. ანალოგიურს გავაკეთებ ჩვენ სხვა დანარჩენი მოშიმშილეები. ძალიან უსამართლოდ არიან ის 4 ადამიანი დაკავებულები და ამის გამო ყველაფერს რაც შეგვიძლია და ჩვენ ეს შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ და ამის გამო, რა ვიცი, თავსაც შევწირავთ იმ უსამართლობის გამო, რაც დღეს ჭიათურაში ხდება. დღეს პროტესტის 125 და შიმშილობის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელები უკვე დღეებია ითხოვენ ჯორჯიან მანგანეძის ჭიათურიდან გასვლას. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის, მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც. ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე ციხიდან, ხოლო 3 მათგანს მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოგსაძეს პირი აქვთ ამოკერილი.